საღამშვიდობის პალტრანიუსის პირდაპირ ეთერშია გაცემა რეზიუმე სტუდიაში კი შემდეგი 1 საათის განმავლობაში მე ლელა ბაღდავაძე ვიმუშავებ. კონგრესის თანამშრომლები თბილისში ამერიკამ საქართველოში დელეგაცია გამოგზავნა, თუმცა არა პოლიტიკოსებისგან შემდგარი. ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები და კონკრეტული კონგრესმენების მრჩევლები. რატომ მხოლოდ ამ რანგის დელეგაცია? მაშასე ამ და სხვა საკითხებით ვიწყებთ პოლიტიკური პერიპეტიების შეფასებას. ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იქნება ჩვენ პირველი სტუმარი. გამარჯობა ქაბტო ლელა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ამ მოწვევისათვის. ქაბტო ლელა, იმოდით დავიწყოთ სწორედ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტით, რის შესახებაც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს თანამშრომელთა დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, როგორც საქართველოს ოფიციალურ პირებს, ისე ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. ახლა დელეგაცია არც ისე მაღალი რანგისა, ყოველ შემთხვევაში იქ არ არის წარმოდგენილი არც ერთი პოლიტიკოსი. შესაბამისად, აი რამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკული დელეგაცია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საქართველოში არ არის ჩამოსული კონკრეტული პოლიტიკური გზავნილებით. ხო, ჩვენ გადავეჩვიეთ მაღალი რანგის ვიზიტებსაც და უბრალოდ ტექნიკურ სამუშაო ვიზიტებსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ამიტომ შეიძლება ახლა ცოტა მეტი კითხვები ჩდება ამ დელეგაციასთან დაკავშირებით. ასეთი რამ სრულად შესაძლებელია, აპრობირებული შემთხვევაა, როდესაც რაღაც საკითხის შესასწავლად კონგრესიდან შეიძლება იყოს მოვლენილი ჯგუფი კონკრეტული საკითხების შესასწავლად, რომელმაც მერე შესაძლოა მოამზადოს ან მიიღოს გადაწყვეტილება, შესაძლებელია თუ არა უფრო მაღალი რანგის ვიზიტების მომზადება და ასე შემდეგ და შემდეგ. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა საკითხები აქვს ამ ჯგუფს, ეს ალბათ გაირკვევა იმ შეხვედრებზე, რომელიც მათ ექნება ოპოზიციასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. მე სრულად ბუნებრივად მიმაჩნია, რომ რეგიონში არსებული ვითარების გამო შეერთებული შტატების ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტივობის გამო სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ მასში რა ქვია, ვაშინგტონსა, უკაცრავად აზერბაიჯანსა და სომხეთში, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სადაზვერვო, ასე ვთქვათ, სამუშაოები იმასთან დაკავშირებით, რა ვითარება საქართველოში და რამდენად შეიძლება ან არის მზაობა, რომ საქართველოს მიებას ამ დაუშვათ პროექტს. შესაძლოა და დაშვების დონეზე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასე ვთქვათ დაკორექტირდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც მას აქვს სამხრეთ კავკასიაში. რა შემთხვევაში შეიძლება თქვენი აზრით, რომ ამერიკამ ცვლილებები შეიტანოს ამ ვიზიტის პროგრამაში და არა მხოლოდ თქვათ აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავიდეს ჯეი და ვენსი და საქართველოს უბრალოდ კი არ გადაუფრინოს, არამედ აი ჩვენს ქვეყანაშიც შეჩერდეს. იცით, საერთოდ ყველაფერი შესაძლებელია ხოლმე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ ველი, რომ ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მაშინ, როდესაც სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება უბრალოდ აღარ ფუნქციონირებს საქართველოსა და ვაშინგტონს შორის, რომ შედგეს. მე ამას არ ველი. თქვენ იცით, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, აზერბაიჯანსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, ასე რომ ეს უკვე სხვა ხარისხის ურთიერთობებია, სადაც რასაკვირველია, რომელიც შესაბამისი ვიზიტითაც აისახება, რაც შეეხება ჩვენთან, ხო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაშია ეს გაურკვევლობა, ბუნებრივია. აქ მე მაინც მგონია, რომ უფრო რეალური ვითარების შესასწავლად არის ეს ჯგუფი ჩამოსული, რომელმაც შემდგომში უნდა მოამზადოს
კონგრესისთვის აი აზერბაიჯანი სომხეთი ახსენეთ და სწორედ გეოპოლიტიკური პერიპეტიების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი კითხვა ახლავს აი კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლების საქართველოში გამოგზავნას. აი აზერბაიჯანსა და სომხეთში მართლაც შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩადის ხო და ჩვენთან იგზავნება კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და კონგრესმენების მრჩევლებისგან შემდგარი დელეგაცია. არ უნდა დაგვწყდეს გული და არ უნდა დაისვას კითხვა რატომ არ გამოგზავნა ამერიკამ საქართველოში უფრო მაღალი დონის დელეგაცია აი კონგრესმენებისგან და სხვა რანგის პოლიტიკოსებისგან შემდგარი. რა საკვირველია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ჩვეული ვართ ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტს როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან. ეს ჩავარდნა რაც ახლა გვაქვს და რაც განპირობებულია საქართველოს იზოლაციით გარე სამყაროსგან, რომელიც არის მიზანმიმართული პოლიტიკა ამჟამინდელი ხელისუფლებისა. დასაკვირველია ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების და დაკარგული დროის ძალიან სამწუხარო რეალობა და რომლის ანაზღაურებაც საკმაოდ რთული იქნება მომავალში, იმიტომ რომ როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება აპელირებს რაღაც მრავალპოლუსიან პოლიტიკურ და მულტივექტორალურ პოლიტიკაზე ის რასაც რა პოლიტიკასაც ისინი საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ავითარებენ, არც მრავალპოლუსიანი პოლიტიკის ნაწილია, არც მრავალვექტორულის, ეს არის ჩიხური პოლიტიკა, იმიტომ რომ იქ სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არის ჩიხი. თქვენ ვერ დამისახელებთ მე ვერცეთ მიმართულებას და ვერცეთ პოლუსს, საერთოდ პოლუსი ორია, მეტი არ არსებობს, გეოგრაფიულადაც ესეა და თუ პოლუსია ლაპარაკი, ყველაფერი ორია, ყველგან ორია პოლუსი, მაგრამ იმიტომ რომ ეს უკიდურეს წერტილებს ნიშნავს, ხო? მაგრამ თუ მრავალვექტორულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მე თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცეთ ვექტორს, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკა არის წარმატებული და ორიენტირებული რაიმე კონკრეტულ შედეგზე და სტრატეგიაზე, სადაც ჩვენი ინტერესები იქნება დაცული. აი ამ კონტექსტშიც და ამავე დროს კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტის კონტექსტშიც დაგისვავთ შემდეგ კითხვას და ამ თემასაც ამით შევაჯამებთ. ხა თუ კი ვამბობთ რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის ვიზიტი, რომლის ფარგლებში თქვა დელეგაციის წევრები მიიღებენ საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ორივე პოლიტიკური მხარისგან, როგორც ქართული ოცნებისგან, ისე ოპოზიციისგან, მაშინ მოდით ვისაუბროთ იმაზეც, რა შეიძლება მოხდეს, როცა ეს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ შესაბამის ინფორმაციას ჩაიტანს და იმით დაინტერესება შტატების მხრიდან რა ხდება საქართველოში. რამდენად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ აი დღეს თუ ხვალ ადრე თუ გვიან ამერიკა ასე ვთქვათ საქართველოსკენაც გამოიხედავს და არ ვიცი უხეშად რომ ვთქვათ ჩვენც მოგხვდებს. ამერიკა საქართველოსკენ ყველა ვარიანტში გამოიხედავს, იმიტომ რომ შეერთებული შტატებისთვის ხედავთ დადასტურებით, რომ რეგიონი კავკასიის, სამხრეთ კავკასიის არის მისი სტრატეგიული ინტერესების ნაწილი ცენტრალურ აზიასთან ერთად, ამიტომ საქართველოსკენ რომ არ გამოიხედოს ესეთი რამ წარმოუდგენელი. მაგრამ რას ნიშნავს გამოიხედოს, ხო? აქ როგორი იქნება საქართველოს როლი და ადგილი, ამას ჩვენ ან შეგვეკითხებიან უკვე, როდესაც რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების რეალიზება დაიწყება და რაც შეეხება ქართულ ოცნებასთან დამოკიდებულებას, ხო? რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაიწყოს ურთიერთობები.
პირობები ხა ველაპარაკებიან როგორც იცით ირანის რეჟიმს იმ ყველაფრის მერე რაც ირანში მოხდა სულ 2 კვირის წინ ხო მაინც გარკვეული რეჟიმი დიალოგისა ჩართულია შუამავლების საშუალებით მაგრამ მაინც ანუ ნებისმიერ რეჟიმთან საუბარი შესაძლოა და დასაშვებია, მაგრამ ეს იქნება გარკვეული პირობებით. მაგალითად, ეხლა რასაც ირანს თავაზობენ, ხო, ეს მთლიანად გულისხმობს ირანში ხელისუფლების ბუნების და რეჟიმის ბუნების ცვლილებას, ხო? თუ ასეთი პირობები იქნება დაახლოებით საქართველოს ხელისუფლებასთანაც, რაც პრინციპში უკვე გაჟღერებული იყო ხმამაღლა, მათ შორის მარკო რუბიოს ოფიციალური განცხადებიდან ის არაოფიციალური გზავნილი, უფრო სწორად არასაჯარო გზავნილი, რომელიც ელჩის საშუალებით უნდა გადაეცა, ვიცით, რომ უარყოფილი იყო ქართული ოცნების არაფორმალური მმართველისაგან, მაგრამ აქ დგება ძალიან მნიშვნელოვანი თემა. აი, როდესაც მაგალითად ლუკაშენკოვასთან საუბარი გაიმართა, მაგრამ ფასი იყო, რომ პატიმრების განთავისუფლება მოუწია პოლიტდემილე. ილაპარაკებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან. მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომ არ ილაპარაკებენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ეს არის გაცილებით სხვა მდგომარეობა, ვიდრე ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ფორმალურ მმართველს გნებავთ აი ლუკაშენკოს შემთხვევაში. იქნება ირაკლი ყობახიძესთან ისაუბრო? არა, ირაკლი ყობახიძესთან საუბარსაც აზრი არ აქვს, როცა იციან, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველი. კარგი. ქავტოლელა, რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს უშუალოდ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მოდით ამ კონტექსტში მეგობარ აქცაც შევეხოთ. ეხლა ცნობილია, რომ ოცნების პოლიტიკის გამო სენატში კარგა ხანია ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტია შესული, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, თუმცა ხედავთ, რომ ეს პროექტი წინ ვერ მიდის და არის გაყინული და როგორც აი დასავლური მედია იუწყება, ქართულ ოცნებას ყავს ლობისტები, ვინც მეგობარი აქტის მიმართ წინააღმდეგობის კუთხით მუშაობს, მაგალითად ერთ-ერთ ასეთ ლობისტად სახელდება ტეხასური კომპანია Fronteras აღმასრულებელი დირექტორი სტივ მიკარდროსი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში $9 მილიარდ მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული და მეგობარი აქტის ამოქმედება ზიანს მიაყენებს უშუალოდ საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს. რამდენად არის მეგობარი აქტი ამ ჭრილშიც დასანახი? ანუ რამდენად დააზარალებს ამ კანონპროექტის დამტკიცება არა მხოლოდ ქართულ ოცნებას და მასთან დაკავშირებულ პირებს, თუნდაც არა უშუალოდ საქართველოს, არამედ აი უცხოელ ინვესტორებსაც. სხვათა შორის კომპანია Frontera ცოტა ოდიოზური კომპანია, იცით საქართველოში მისი ისტორიაც, ხო, გარკვეულ 25 წლიანი ისტორია აქვს. ხო, იცით მისი ისტორია, ხო, რაღაც არასებულ ნავთობის მარაგებთან დაკავშირებით მისი ავანტიურა. ხო, მე არა ვარ Fronteras საქმიანობაში ღრმად ჩახედული, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ ქვეყნის შიგნით და არა მარტო შიგნით, აქ საქართველოში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი აქციონერი დარჩა მოტყუებული და მე ვფიქრობ, რომ ახლა ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ დაუშვათ შეერთებული შტატების ხელისუფლებაც, რასაკვირველია, ამერიკელებისთვის არის ფაქტორი, ამერიკული კომპანიების ინტერესების დაზიანება, მაგრამ თუ კარგად ნახავენ ამ ყველაფერს, წესით არ უნდა დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის დასანქცირება, არ ნიშნავს ქვეყნის დაზიანებას და თუ კი რეალურად მთელი ქვეყნის ეკონომიკა დამოკიდებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და მის, ასე ვთქვათ, ფინანსურ აქტივებზე, კი არ დავზიანებულ ვართ, უკვე გამქრალ ვართ როგორც სახელმწიფო და მაგას ვჩივით ზუსტად ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმს არასწორი მიმართულებით მიყავს ქვეყანა. ასე რომ მე კი ნამდვილად დიდ თანხებს ხარჯავს ქართული ოცნება ლობისტებში.
თუმცა კავშირი არ გვაქვსო ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში იყო დღეს გაკეთებული განცხადება ქართული ოცნების მხრიდან. კავშირი ხო, არანაირი ლობიზმის შედეგი არ არის ეს რა იცით რა საქმე ლობიზმი შეიძლება ოფიციალურად დაქირავებული ყავდეთ კომპანია რომელიც არის ლობისტი და ასევე ლობირებდა შეიძლება კომპანია რომელთანაც ასე ოფიციალურად თანხას არ უხდიან მაგრამ ბიზნეს ინტერესებით იყვნენ დაკავშირებული აი გამოცემა ჰილი აქვეყნებს მეგობარაკთან დაკავშირებულ სტატიას, რომელშიც აი ტეხასური ნავთობის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გარდა ჯო უილსონის პოზიციაც გვხვდება ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი პირიქით ამტკიცებს, რომ მეგობარი აქტის მიღება აუცილებელი სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ძალისხმევის და ტრამპის მარშრუტის გასაძლიერებლად, რომელმაც აი სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანზე უნდა გაიაროს. ტრამპის მარშრუტის წარმატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების მთავრობა თავის ანტიამერიკულ ქცევას შეცვლის, ამტკიცებს ჯო უილსონი. ახლა უკვე მინდა გითხოთ, რა კავშირში შეიძლება იყოს აი ამ ტრამპის მარშრუტსა და მეგობარ აქტ შორის. ანუ აი რატომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ მაინდა-მაინც ქართული ოცნების წარმომადგენლების დასანქცირება საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში ტრამპის გეგმებმა იმუშაოს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების, გარკვეული პოლიტიკური წრეების მიერ განიხილება ირან, რუსეთ, ჩინეთის ბანაკში არსებულ ქვეყანად და შესაბამისად თქვენ იცით როგორია შეერთებული შტატების დამოკიდებულება ამ ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით ჩინეთისა და ირანის ფაქტორის მიმართ და შესაბამისად მის ბანაკში ამ ბანაკში მყოფ ქვეყანასთან შეერთებული შტატებისათვის მინიმუმ მოუხერხებელია ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებით იქნება თუ არა საქართველოს ჩართვა აუცილებელი ეს მათ შორის ტრამპის მარშრუტის თემაც ბევრად იქნება დამოკიდებული ირანში განვითარებულ მოვლენებზე, იმიტომ რომ თუ კი ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდა საფუძვლიანად და რადიკალურად, მაშინ ტრამპის მარშრუტს აქ ის დატვირთვა შეიძლება საერთოდ აღარ გქონდეს, რასაც დღეს ანიჭებს შეერთებული შტატები და ყველაზე მოკლე გზა დაუშვათ თურქებისთვის იყოს ირანის გავლით. გააჩნია რა კონფიგურაციას მივიღებთ ირანში ცოტა ხანში, ცოტა ხანში თუ მაშინ როდესაც გაირკვევა ეს სამხედრო ჩარევით წყდება პრობლემა, დიალოგის რეჟიმში წყდება თუ კიდევ სხვა რა ტიპის, ასე ვთქვათ, გადაჭრის გზები შეიძლება გამოჩნდეს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც იქნება დასავლეთის პარტნიორი. როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები ძალიან მიამიტურად კითხულობენ ხოლმე, რომ რატო ჩვენც ხო იმავეს ვამბობთ, რასაც ტრამპი ამბობს და ძირითადად ეს ღირებულებათა პრაკურსი დისკურსი გულისხმობენ უკაცრავად ღირებულებათა თემებს, რომ დედა, მამა და ეს რაც კონსერვატორული ღირებულებები თანხვედრაში ვართ ჩვენ ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და რატომ ვართ მისგან ასე უყურადღებოდ დატოვებულიო. საქმე ის არის, რომ რიტორიკა არ წყვეტს არაფერს, ყველაფერს წყვეტს რეალურად ქმედება, ნაბიჯები, რომელსაც დგამს ესა თუ ის სახელმწიფო და ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ქართული ოცნება თავისი საგარეო პოლიტიკით ამჯობინებს, რომ რეალურად მოწყდეს დასავლურ ორბიტას და დარჩეს მხოლოდ აი ამ ტრეკზე. ასაგებია. ქავტოლელა სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა რომ გადავხ
შევხედოთ და მათ შორის ერთი კითხვა დავსვათ ჰელსინკის კომისიას, ესაც დღეს საღამოს უნდა გამართულიყო საქართველოს საკითხზე მოსმენა, თუმცა უამინდობის მიზეზით ყოველ შემთხვევაში ასეთი ოფიციალური ვერსია გადაიდო. არადა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს ჩახედა და იქ მზიანი უნალექო ამინდია, ვერ გეტყვით ჰელსინკის კომისიის ხდომის, ან მოწვევა რა იყო, ან გადადებაო, ამასაც აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. რადგან შალვა პაპუაშვილი კარგ ამინდზე აკეთებს აქცენტს, მოდით ვიკითხოთ სწორედ ამ ჭრილში. რამდენად შეიძლება, რომ მოსმენის გადადების მიზეზი არ იყოს უამინდობა და იყოს რაღაც სხვა? ანუ რამდენად შეიძლება, რომ ქართული ოცნებისთვის გამოიდარა ვაშინგტონში და ეს იყოს მიზეზი გადადება, ხო? ანუ მაგალითად თუნდაც, ანუ მომხდარიყო იქ რაღაც ისეთი, რის გამოც ჩაითვალა, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე მოგვიანებით უნდა რთული საქმელია, რა საკვირველია, არ გაუქმებულა გადაიდო, ამიტომ ეხა ეს უკავშირდება ამინდს თუ სხვა კიდევ რამე შეიძლება პაპუაშვილის მინიშნება ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით და მართლა გულისხმობდეს იმას, რომ რაღაც გარკვეული ლობისტების მხრიდან გარკვეული ჩარევა მოხდა, მაგრამ ეხა უნდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების ლობისტები არ არიან მარტო შეერთებულ შტატებში, იქ არიან საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, რომელსაც აქვთ ძალიან მკაფიო ხედვა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ზანგეზურის უკაცრავად ტრამპის მარშრუტს, რასაც ეძახიან, ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ, ისა, რა ქვია, სენატორი რიში. შესაბამისად, იცით მისი დამოკიდებულება საქართველოს პავედ კრიტიკულია კი ბატონო. ამით რისი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ასე რომ გასაგებია შეიძლება მიზეზი ისიც იყოს, რომ დაუშვათ ლობისტებმა შეაფერხეს, მიზეზი შეიძლება რეალურად ისიც იყოს, რაც დასახელდა, ანუ ამინდის თემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ძალიან მალე, მათ შორის რაც ირანში მოხდება კვანძის გახსნა, არ გახდება ძალიან აქტუალური. აი ზოგადად არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰელსინკის კომისიამ ჩვენი ქვეყნის საკითხი საკუთარ დღის წესრიგში ჩასვა და ჩანიშნა. საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ ამ კომისიის ასეთი დაინტერესება რითი უნდა აიხსნას, ამაზეც რომ ვისაუბროთ და მათ ფორმატში გაჟღერებული შეფასებები რაც თავარია, რამდენად გაზიარებადი ხდება ხოლმე, იქნება ეს ამერიკის თუ ზოგადად დასავლური სახელმწიფოების ხელისუფლების მიერ. იცით რა, ხა ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ აი ეს კონგრესის კომისია, რომელიც შეიძლება იმიტომაც გადაიდო, რომ ეს კონგრესის კომისია ტექნიკური ჯგუფი რაც არის ჩამოსული, შეიძლება მათაც მათ ასე ვთქვათ შემაჯამებელ დასკვნასაც ელოდებიან იმასთან დაკავშირებით, აი რა ვითარება, როგორ არის, მათ შორის ალბათ საუბარი საქართველოში პირველ რიგში შეეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს და ამიტომაც გადაიდო, მე ამასაც არ გამოვრიცხავ. მე ერთა რაშიც ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს გახლავთ ის, რომ საქართველოს საკითხი ძალიან მალე უფრო პრიორიტეტული გახდება, ვიდრე დღეს შეიძლება იყო ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის და ეს განსაკუთრებით დაუკავშირდება ირანის საკითხის გადაწყვეტას და გააჩნია, ხო, როგორ მოხდება ირანში კვანძის გახსნა, იქ შეიძლება მეტი სირთულეები მივიღოთ, შეიძლება პირიქით ძალიან დაუშვათ სასურველი შედეგით გადაწყვეტეს, ეს ძალიან რთული თემა, მაგრამ ამას აუცილებლად ექნება გავლენა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, ყურადღების ხარისხზე. ეთილი, ქავტოლილა, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და ამით ჩვენი
საუბრის რეზუმეც რომ გავაკეთოთ, ქართული ოცნების პოზიციონერების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში არც ერთ საერთაშორისო ფორმატში აღარ ვართ, გვესმის განცხადებები, რომ საქართველო გაქრა დემოკრატიული ქვეყნების რიგებიდან და მაია სანდუმ ისიც კი თქვა, რომ საქართველომ რუსეთის ორბიტაზე გადაინაცვლა. სად ვართ თქვენი შეფასებით და უშუალოდ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას რაც შეეხება გადაჭარბებულია თუ ზუსტი ის რასაც ამბობს მაია სანდუ, იმიტომ რომ საქართველოში ამწვავე, ასე ვთქვათ, კრიტიკა მოჰყვა მის ამ პოზიციას. ხო, ამწვავე კრიტიკა ნახე ქართული ოცნების წარმომადგენელთა შეფასებები მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით. მიცით რა არა აქვს მნიშვნელობა ისინი მაია სანდუს გააკრიტიკებენ თუ არ გააკრიტიკებენ. ის ვითარება, რაცშიც დღეს საქართველო იმყოფება, თავისთავად ადასტურებს სანდუს განცხადებას. ის რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არ ჩამოვა და გვერდსაუბლის საქართველოს, ის რომ არც ერთი მაღალი რანგის ვიზიტი დასავლური დემოკრატიული ქვეყნებიდან საქართველოში არ განხორციელებულა, ის რომ ევროკავშირთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობები გვაქვს, ის რომ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ასე ვთქვათ, კურსი. ეს ყველაფერი მაია სანდუს ხომ არ მოუგონია, ეს არის ჩვენი რეალობა და დასკვნა რატომ არ არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნებთან არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, იმიტომ რომ ის მისი სახელმწიფო პოლიტიკა არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს უფრო მეტად ჩვენ და სამწუხაროდ რუსეთის ეროვნული ინტერესების მომსახურებას გააკეთებს. მადლობა. ეთილი ქავტოლელა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დღეს დაგემშვიდობებით, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა აფასებდა აქტუალურ საკითხებს. ახლა რეკლამის შემდეგ გიორგი სიორიძე შემოგვერთება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელოძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლება სინდისის პარტნიორებს. ბატონ გიორგი, აი დავიწყოთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი და პირველ რიგში მოდით საქართველოში კონგრესის თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებული თემატიკა მოვიხილოთ. ამერიკის საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის კონგრესმენების და მაღალი პოლიტიკური რანგის ჩინოვნიკების ვიზიტი და რომ ჩვენს ქვეყანას კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები და კონკრეტული კონგრესმენების მრჩევლები ეწვნენ. ახლა სიამოვნებით კითხავდით სამხრეთ კავკასიაში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ თბილისში ამერიკული დელეგაციის ჩამოსვლა ხომ არ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჯეიდ ევენსის ვიზიტის პროგრამა დაკორექტირდეს და საქართველოშიც შემოიაროს თქო, მაგრამ ალბათ არ გვაქვს ამ კითხვის დასმის შესაბამისი საფუძველი, ამიტომ სხვა კითხვა. რა გგონიათ კონგრესის თანამშრომლების თბილისში ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი და რისთვის შეიძლება ეს დელეგაცია გამოეგზავნა კონგრესს? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან მოდის დელეგაცია და მასში თუნდაც არ შედიოდნენ თვითონ კონგრესმენები და კონგრესმენები, ხო, ეს უნდა კარგად ესმოდეს საზოგადოებასაც, რომ არიან ადმინისტრაციის ძალიან მაღალი რანგის თანამშრომლები, რომლებიც ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაზე მათ შორის. ისინი ამ ვიზიტის შედეგად ბუნებრივია ისეთ კომუნიკაციას დაამყარებენ თვითონ კონგრესმენებთან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც შეხვდება მათ და ბუნებრივია მოახსენებს იმ ვითარების შესახებ, რომელიც არის ამ ქვეყანაში. ჩარჩული ბადრი ჯაფარიძესთან კითხვა, რის თქმას აპირებთ და რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯები, რასაც ამერიკელებს ამერიკაში გაატარებთ? ხო, ბუნებრივია ეს საუბარი არის დახურულ კარს მიღმა და ასეთი ტიპის ვიზიტები არ შუქდება ხოლმე შინაარსობრივად დეტალებში, თუმცა არაფერი არ არის აქ განსაკუთრებული საიდუმლოს შემცველი. ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ვითარება არის კატასტროფულად დამძიმებული, როგორც
ეკონომიკურ პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც ჩვენ ვხედავთ როგორ ღლიცინებენ რაღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაღაც ვაშინგტონში ამინდის შესახებ, საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა ლიზა ტორნტონის მოწვევაო, რას ნიშნავდაო და რა უნდა ილაპარაკოსო, მათ არ ესმით. ან არ ვიცი, ცოდნის დონეზე მაინც უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არსებობს არა მხოლოდ განსხვავებული აზრი, არამედ ძალიან მწვავე კონკურენციაც ერთი პარტიის შიგნითაც კი იმ ორპარტიულ სისტემაში. ახლა ქართული ოცნებისთვის ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან მონურ მორჩილებას, ისინი პოლიტიკოსებიც არ არიან. მე ვერ დავარქმევ ქართული ოცნების პოლიტიკურ მოლაპარაკე თავებს პოლიტიკოსებს. მათ აქვთ რაღაც ერთიანი გზავნილი, რომელიც მოდის როგორც ბრძანება და იმპერატიულად უნდა შეასრულონ. ვინც ამას არ შეასრულებს და იმისი შნოც არა აქვს, ხო, ნახეთ ცოტა ხნის წინ ბატონი ბერაია როგორ წარდგა საბაშოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ხო, ეს არის მათი სტანდარტი. ამ შემთხვევაში მათ არავინ არ მისცეს იმ დროსაც, რომელსაც ახლა ახალ გამოჩეკილ სპიკერებსაც აძლევენ ხოლმე. აუცილებლად მინდა შევეხო, თქვენ ახსენეთ ის რეალობა, რომ ჯეიდი ვენსი ჩამოდის ჩვენს რეგიონში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად სამხრეთ კავკასიისათვის იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც მოხდა ჩვენს რეგიონში, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ამდენი ხნის განმავლობაში იყვნენ კონფლიქტში, რომელსაც ბოლო თითქოს არ უჩანდა, რომელიც დასრულებაც და შერიგება ამ ორი სახელმწიფოსი პრაქტიკულად წარმოუდგენელად ჩანდა რამდენიმე წლის წინაც, ხო 2020 წელს იყო ბოლოს ის ომი, ხო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მანამდე არსებულ კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ. მაგრამ ამ ქვეყნებმა მათ და სასიხარულოდ ჩვენმა მეზობელმა და ჩვენმა მოძმე სახელმწიფოებმა იპოვნეს ის გამოსავალი, რომელიც ყველაზე კარგად მოემსახურება მათი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. გიორგი, რადგან ამ თემას შეეხეთ, კითხვასაც დაგისვავთ, აი რას ცვლის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი ზოგადადაც და უშუალოდ საქართველოსთანაც რომ მივიდეთ, ანუ საქართველოს კონტექსტშიც რომ ვისაუბროთ, რას ცვლის აი ეს ტრამპის, ეგრეთ წოდებული ტრამპის მარშრუტი ჩვენი ქვეყნისთვის, რა როლი და ფუნქცია რჩება საქართველოს, როცა საქმე ეხება ტრამპის მარშრუტს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანზე უნდა გავითეს. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და სამწუხაროდ საქართველოსთვის არ არის დიდად იმედის მომცემი, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს რაღაც გამორჩეული, წიაღისეული, ნედლეული, რომელთაც დაიმკვიდრებდა ის ადგილს მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე და ბუნებრივია ეს პოლიტიკურ ინტერესებსაც მოემსახურებოდა. ერთადერთი მთავარი უპირატესობა ჰქონდა, ხო, თავისი ადგილმდებარეობა და ის სატრანზიტო ფუნქცია, რომლითაც იღებდა ეკონომიკურ სარგებელს მათ შორის, ხო? თავის დროზე 90-იან წლებში ჩაყრილი საფუძვლები, ბაქო ჯეიჰანის იქნებოდა ეს თუ ბაქო სუფსის დიდი მნიშვნელოვანი პროექტები, საქართველოს იყო რეგიონში სატრანზიტო ხაზი და ვნახეთ სატრანზიტო ჰაბი ეგრეთ წოდებული, ვნახეთ დავოსის ფორუმზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, ის ტვირთები, სატრანზიტო ტვირთები, რომელიც ადრე საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა, გაივლის ახლა სომხეთის ტერიტორიაზე, მათი ყოფილი მოსისხლე მტრის ტერიტორიაზე და ეს ნიშნავს საქართველოსთვის იმას, რომ აი ამ ფუნქციას, მთავარ უპირატესობას რეგიონში ის დაკარგავს. ერთი მხრივ ეს განცხადება, რომელიც ეხება სამომავლო პერსპექტივას და საქართველოსთვის ეს პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და ძალიან მოკლედ მე აღნიშნავ სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაიდო შეთანხმება და ის დერეფანი, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიას აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან, ვინაიდან საერთო სახმელეთო საზღვარი არ არის,
აი ამ დერეფნის გახსნა სომხეთისთვის მოიტანს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, არამედ აგრეთვე სუვერენიტეტის გარანტიებს ამერიკის მხრიდან. ამის პერსპექტივა ჰქონდა საქართველოს და დღეს გვაქვს ერთადერთი შანსი არ არის ეს არის ერთადერთი რეალობა და მოსალოდნელი შედეგი რომ გავხდეთ ბუფერული ზონა ნატოსა და რუსეთის შორის. ბატონო გიორგი, სხვა თემებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი ვიდრე დაგემშვიდობებით და მოდით ახლა ცოტა დრო ხელისუფლებაში კორუფციაზე. იცით რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნების სია ჩამონათვალი გაიზარდა, ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაურს შემატა, თუმცა პროკურატურამ დავუთხრათ ესეც მაყურებლებს ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაო მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შესაბამისად ის 500,000 ლარი, yani 9 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ სავარაუდოდ მალევე დატოვებს საპატიმროს. აი მოდით უშუალოდ პროკურატურის მიდგომის შეფასებით დავიწყოთ, რაც პროკურატურას აქვს ღუდუშაურის მიმართ. ბრალდება საკმაოდ სერიოზულია, თუმცა სხვა პატიმრებისგან განსხვავებით საგამოძიებო უწყებას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის შემთხვევაში არ მოუთხოვია, რომ მან წინასწარი პატიმრობა ციხეში გაატაროს. რატომ, როგორ ფიქრობთ და რითი შეიძლება ეს აიხსნას? პროკურატურას არანაირი მიდგომები არ გააჩნია. პროკურატურა არის ისევე როგორც სასამართლო აღმასრულებელი კონკრეტული ნების, რომელიც მომდინარეობს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან, მით უმეტეს ესეთი მასშტაბის და კალიბრის საქმეებში, გვახსოვს ის შერჩევითი მიდგომები, ფორმალური სამართალიც კი შერჩევითი აქვს, ხო? ღარიბაშვილთან მიმართებაში როგორ იყო, ლილუაშვილთან მიმართებაში როგორ იყო, ჯერ წინასწარი ღონისძიებების გამოყენების დროს, შემდეგ უკვე როდესაც ღარიბაშვილს მიესაჯა და მსჯავრდებული გახდა, საერთოდ ჰაერში არის გამოკიდებული, შეგახსენებთ 600 მილიონიანი საქმე, იქ სავალუტო ჯიხურში თურმე რო გადიოდა ამხელა თანხა, სხვა შემადგენელი რგოლები ამ კორუფციული ჯაჭვის სად არის საზოგადოებისთვის უცნობია, ანუ ღარიბაშვილი თუ იყო დამნაშავე, მაშინ ღარიბაშვილი ვისი მეშვეობითაც ათეთრებდა ფულს და ამ კორუფციულ სქემაში იყო ჩართული, ეს საერთოდ არ არის ხო ზედაპირზე საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, რომ აქ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან თუ ვინ როგორ ითანამშრომლებს, ვინ როგორ გაწირავს თავის ყოფილ თანამშრომლებს და ეხმარება სხვების მიმართ შურისძიების განხორციელებაში. შეეხეთ პროკურატურა ამბობს სხვათა შორის უშუალოდ ღუდუშაურის შემთხვევას გულისხმობ და ღუდუშაურის საქმეს გულისხმობ, რომ ილია ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. ანუ ეს განცხადება ამბობთ იმას, რომ აჩენს კითხვას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ხომ არ აქვს ჩვენება, მაგრამ ხომ არ მისცა სხვების წინააღმდეგ ჩვენება? თავად ყოფილი მაღალჩინოსანი, მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრება გამოშვების პრაქტიკა რას გეუბნებათ? ესეც ზუსტად ამ სცენარიდან არის და ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს. ახლა ვიცით, რომეო მიქაუტაძის შემთხვევა, რომელიც ასევე თანამშრომლობდა, აქ ყველაფერი არის ალბათ ხარისხზე და ღირებულებაზე ქართული ოცნების ინტერესებისთვის. აქ არც სამართლიანობის აღდგენაზე არის საქმე, არც სამართლის აღსრულებაზე და მით უმეტეს არც კორუფციასთან ბრძოლაზე. განა იმიტომ, რომ ეს ადამიანები კორუფციაში არ არიან გასურილები, არიან ბუნებრივია, მაგრამ ქართული ოცნება თვითონ თავისი არსით არის კორუფციული. მან დაამკვიდრა ამ ქვეყანაში კორუფცია, ეს კორუფცია გრძელდება. ტენდერები იქნება თბილისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იქნება, ეკონომიკის სამინისტრო, სუსი როგორც აღმოჩნდა, ხო, ეს ყველაფერი კოლ-ცენტრები, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სქემის შემადგენელი ნაწილი, ვინც რაღაცას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის მხედველობის არეალიდან ცოტა მოშორებით. ის ადამიანები ბუნებრივია შეიძლება გაიწირონ, თუმცა არავის არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცოდა, ისევე როგორც იყო ეს ცნობილი წარმოდგენა საბჭოთა
წითელი ტერორის დროს, რომ აი სტალინმა არ იცოდა ვის ხრეტდნენ და მილიონობით ადამიანი რომ მიდიოდა გულაგებში. ძალიან ლოგიკურ კითხვას სვამენ ოპოზიციურ სპექტრში. რატომ იწყება ბრძოლა კორუფციასთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული მაღალჩინოსნები ტოვებენ თანამდებობას? ეხლა ხშირად გვიწევს ამ კითხვის დასმა, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რატომ ახლა, როგორ ფიქრობთ, როცა წლებია საუბარია ხელისუფლებაში სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებზე და როცა ამაზე მართლაც დიდი ხანია საუბრობენ როგორც ოპოზიციაში, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. თქვენივე კითხვის ფორმულირებიდან შეიძლება რომ გამოვიყვანოთ ჩვენ პასუხი, სინამდვილეში არანაირი შემხებლობა კორუფციასთან ამ ვითომ გამოცხადებულ ბრძოლას არ აქვს იმ ფაქტთან, რომ დიდი ხანია ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი საუბრობს ამ კორუფციაზე. ახლა კი არ მიაქციეს ამას ყურადღება, რა თქმა უნდა, მათ არათუ თავად იცოდნენ, იყვნენ თვითონ შემოქმედები ამ კორუფციის, იყვნენ თვითონ გასვლილები ამ კორუფციაში. უბრალოდ ახლა დადგა დრო, რომ შიდა კლანური დაპირისპირებები გაუსწორონ ანგარიში ცალკეულ პირებს, ქართული ოცნების შიგნით არის ძალიან დიდი ბრძოლა, რატომ და როგორ ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ თვითონ მოახდინა ქართულმა ოცნებამ ლუსტრაცია და არ ვიცი, ალბათ არიან ესეთი მიამიტი მოქალაქეებიც ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც სჯერათ უსიტყვოდ ყველაფრის ისევე, როგორც ალბათ თავის დროზე 30-იან 40-იან წლებში სჯეროდათ საბჭოთა მოქალაქეებს, რომ სტალინმა არაფერი იცოდა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ყველაზე გავლენიანი პირი სუსის უფროსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვები თურმე ყოფილან გუნდის მოღალატეები, სამშობლოს მოღალატეები, კორუფციულ დანაშაულებში ბრალდებულები, მაშინ გამოდის, რომ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე იყო ძალიან დიდი ტყუილი, ის ხუხულა, რომელიც ახლა იშლება ქართული ოცნებისვე ხელით. მაგრამ ძალიან მალე დადგება ბუნებრივია ამ ქვეყანაში დრო, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, როდესაც ყველა მართლა გასამართლდება კორუფციის გამო და არა მხოლოდ ამის გამო, სამართლიანი სასამართლოს მიერ, ერთი რაც შეიძლება ასე ვთქვათ, პოზიტიური დავინახოთ ამ საქმეში არის ის, რომ ქართული ოცნების რიგებში მოსვენების საშუალება აწი აღარავის ექნება, ყველამ უნდა იცოდეს და იციან კიდეც, რომ კომფორტის ზონა მათთვის არის დამთავრებული, არ აქვს მნიშვნელობა ახლა პარლამენტის სკამში არიან მოკადალათებულები თუ რომელიმე სხვა პოზიციაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ იციან, რომ ნებისმიერ დროს ყველაფერი მათი ზღაპარი შეიძლება დასრულდეს. ბატონ გიორგი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და აუცილებლად უნდა გკითხოთ უკვე ბოლოს დებატების რეჟიმში დაბრუნების თაობაზე, ქართული ოცნების პოზიციაზე, აი ნელ-ნელა უკვე ცხადი და მკაფიო ხდება, ვისთან წარმოუდგენია სახელმწიფო პარტიას აი ამ რაღაცა დისკუსიის გაშლა. აი დღეს ღიად თქვა შალვა პაპუაშვილმა და ალბათ მოусმინეთ მის განცხადებას, რომ დებატებში დასხდებიან მხოლოდ მათთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს ანუ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას. მოკლედ, რა პასუხს დაუბრუნებდით შალვა პაპუაშვილს, იმიტომ რომ ახლა ოცნების კრიტერიუმებს შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია ვერ აკმაყოფილებთ. ხომ არ ვცდები, აღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს, ხომ არ შეცვლილა ლელოს აქამდე არსებული პოზიცია. ძალიან დიდი ბოდიში მე მინდა ახლა საზოგადოების გასაგონად თქვა. ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ეს არათუ ერთი და იგივე რამ არის, არამედ ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომელიც გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიტაცა არჩევნები 2024 წელს, მიიტაცა ძალაუფლება, შეკრიბა ეს თავყრილობა მე-11 მოწვევის პარლამენტს, რომ ეძახის კონსტიტუციის ვადების დარღვევით, პრეზიდენტის მოწვევის აქტის დარღვევით, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, ის ყველა ინსტანცია და პროცედურული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგვით, პრაქტიკულად თავზე დაგვახიეს. გავიდნენ ყველა საერთოდ კონსტიტუციური წყობილება იმდენად გამოიყვანეს წყობრიდან, რომ იმდენად დარღვეულია, რომ იმისი დაბრუნება და უკუქცებაც კი შეუძლებელი არის. და ჩვენ გვდებენ ბრალს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებთ. ჩვენ პირიქით ვართ ის ზალა, საუბრობ ძლიერ საქართველოს ლელოზე, რომელიც აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარებს ყველა ბრძოლის მეთოდს კონსტიტუციით ბოძებულს მიუხედავად იმისა, რომ ვართ ავტორიტარიზმში. მაგრამ ის რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ძალაუფლება,
ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და ამის შესახებ გვაქვს სრულიად ლეგიტიმური და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ. ქართული ოცნება ეხლა ამას რომ კრიტერიუმად აყენებს, ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი პროპაგანდისტული და პოპულისტური ხრიკი. ეხლა მოდი ვთქვათ, შევედაროთ ეს ნიშნავს რა? საბოლოო ჯამში რა ტიპის დებატები შეიძლება აი მაგალითად ასაც ეთქვა, სადამ ჰუსეინს რომ ეთქვა, რომ აი ვინც მე არ მაღიარებს მადუროს რომ ეთქვა, ვინც მე არ მაღიარებს, არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს. იგივე იქნებოდა, რაც არის ქართული ოცნების შემთხვევაში. ეხლა ამ კრიტერიუმით რომ აპირებენ ეხლა ოპონენტების შერჩევას ძალიან დიდი ბოდიში რა სოზარ სუბარი თუ უნდა დაუჯდეთ და გურამ მაჭარაშვილი არ ვიცი რამდენად სასაცილო იქნება სატირალია ისედაც თვითონ განდევნეს საჯარო სივრციდან დებატები და დისკუსია წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვითხოვდით ლელობს სხვათაშორის 2020 წელს საკანონმდებლო ინიციატივაც კი დაარეგისტრირა სავალდებულო დებატების შესახებ. ყოველთვის გაგვირბოდნენ და ახლა თუ უნდათ რომ ესაუბრონ, რა ვიცი, ნეიტრალურ საქართველოს და ხალხის ძალას, რომელიც თვითონვე თავისი წიაღში შექმნეს, მერე დაატოვებინეს თავისი რიგები, რომ 2024 წელს პარტიულ სიაში ჩაეშვათ, დაიყვანეს პარლამენტში, ისევ დაატოვებინეს ქართული ოცნება. ან ასეთ სასაცილო პინგ-პონგს რომ აკადრებენ თავისივე ამორჩეველს, ეს არის უბედურება. და თუ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც ამას ირწმუნებს, ეს არის უბედურება, სწორედ. და რაც შეეხება დებატებს, ბუნებრივია, შინაარსობრივ საკითხებზე, რაც არის, ხო, პოლიტპატიმრების არსებობა, საგარეო კურსის ცვლილება, მიტაცებული არჩევნები, ქიმიური მოწამვლის საქმე, არაბული ინვესტიციები, არტიების აკრძალვა, რუსული კანონები, ამ თემაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვინც არ უნდა გამოაგზავნონ ქართული ოცნებიდან, ხო? თავმოყარე ოპოზიციონერი ბუნებრივია გაანადგურებს დებატებში. მაგრამ მათი სურვილი ეს არ არის. იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი გიორგი სიორიძეს ვემშვიდობებით და გაცემა რეზიუმეც ამით დასრულებულია, შესაბამისად მეც დაგემშვიდობებით. ნახვამდის.